ესეც კრიპტო ტივი ჯორჯიას პირველი გაკვეთილი, სადაც განვიხილავთ ძირითადად გოლდის სამომავლო პერსპექტივას, რა შეიძლება მოხდეს და ეხლა ძირითადად ამბებს გაგაცნობთ, რაც ამ ბოლო დროს გოლდთან დაკავშირებით იყო, იქ იყო, რომ ძირითადი აზრი არის ის, რომ ამ ომის პირობებში ტრეიდერები ძირითადად გადმოვიდნენ გოლდზე, ნავთობზე და ვერცხლზე, სადაც აქტიურად ყიდულობენ და ფასი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა უკვე ოქროზე, ნავთობი 10%-ით გაიზარდა, ვერცხლი კი 8%-ით. ბრუნვამ ჰიპერლიკვიუმზე დაახლოებით მიაღწია 5.8 მილიარდს და ეს მე მგონი იყო დღის განმავლობაში და ახლო აღმოსავლეთში ამ დაძაბულობების გამო ფინანსურ ბაზრებზე გაჩნდა ახალი ტენდენცია, რომ მოკლედ ტრეიდერები გაერთიანდნენ ნავთობზე და კრიპტო ფიუჩერსებზე. ამერიკისა და ისრაელის მიერ ირანზე დარტყმის შემდეგ და ამ პერიოდში ძირითადად ბაზრები დახურული იყო, ამიტომ შაბათ კვირას ტრეიდერებმა მოძებნეს ახალი ალტერნატიული სავაჭრო ბირჟები და სწორედ აქ დაიწყეს ტრეიდების გახსნა. ფონზე რო ვთქვათ, ბიტკოინი გაიზარდა, შემცირდა პირიქით 3.8%-ით და შემდეგ 1 მარტიდან პირველ მარტს ისევ დაიბრუნა თავისი ფასი და გახდა 68, ახლა ისევ 2.70% დაეცა და ეთერიუმი 4.5% შემცირდა, მაგრამ მე დაახლოებით ისევ დაიბრუნა ფასი. ოქროს რაც შეეხება, ველოდებით მცირე ლიკვიდურობას, liquidity swaps და აქედან უკვე დაბალ დადასტურებებზე რაიმე ტრეიდის გახსნას. ეს იყო კრიპტო ტივი ჯორჯიას პირველი ვიდეო და სამომავლოდ არის ბევრი იდეა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს და მოკლედ ემახოვნე ყოველკვირეული ანალიზი, როგორც გოლდის, ისევე ბიტკოინის და ისევე სხვადასხვა ტოკენების. ამიტომ გამოგვიწერეთ, რომ არ გამოგრჩეთ ყოველკვირეული ახალი ამბები, ასევე ტელეგრამზე ყოველდღიურად დაიდება ხოლმე ახალი ნიუსები, რაც იქნება.